ნიჭიერი ისევ ეთერშია. და ჩვენ ისევ მოუთმენლად ველით ვინ იქნება შემდეგ. დღე გრძელდება. მოსაცდელში კვლავ ბევრი ხალხია. თქვენ წარმოიდგინეთ, ზოგიერთმა აქ დიდი ხნის უნახავი მეგობარეც კი აღმოაჩინა. ლაშამ და გუჯამ ერთმანეთი ნიჭიერის კასტინგზე ნახეს და სპონტანური იდეაც მოუვიდა. მათ წამყვანებთან ერთი თხოვნა აქვს. გამარჯობათ. და მიმძადებით? ჩვენ გახლავართ ნიჭიერის მონაწილეები. ძალიან კარგი რა. რითი გამოჭირხართ? ჩვენ გიტარაზე ვუკრავთ ორივე, ასე ვთქვათ და ესეთი ფაქტი მოხდა, ასე ვთქვათ. მოვედი ამ პროექტში და სრულიად შემთხვევით ჩემი მეგობარი ვნახე აქ, არ ვიცოდი რომ აქ მონაწილეობდა და ახლა ჩვენც უკვე შემატკივრებთ ხო ალბათ? მე ესეთი იდეა მოხდა, თუ არის შესაძლებელი, ასე ვთქვათ, რომ ერთად რო გამოვიდეთ ამ კონკურსში. და მზად არის ნომერი კომპოზიციასთან? სპონტანურად რაღაცას მოვიფიქრე. ასე იმპროვიზირებულად. ნამდვილად. ნიჭიერები, აბა რა, ყველახوار ვქია პროექტს ნიჭიერი. მე მომწონს ეს იდეა, რა სიტყვა. მე კიდევ უფრო მომწონს. ხო და მაშინ ესე იგი, მივაცილო ჯიურამდე, წავიყვან ჯიურს. დამა. გამარჯობათ. გამარჯობათ. წარმოგვიდგინეთ თქვენი თავი. მე გახლავართ გუჯამ ჭედლიშვილი, 19 წლის, ლაშა კვიკვინია, 23 წლის. ძალიან კარგი. თქვენ ანსამბლი გაქვთ უკვე დიდი ხანია თუ სპეციალურად ჩვენთვის? არა, ჩვენ სპონტანურად შევხვდით აქ ერთმანეთს, ცალ-ცალკე მონაწილეობდით, მაგრამ გადავწყვიტეთ ესე, რომ ერთად მიგვიღო მონაწილეობა ამ პროექტში და ესეთი ექსპერიმენტი იქნება ერთგვარი. და შესაბამისად ის ნომერი, რომელსაც თქვენ შემოგთავაზებთ, ასევე ამ შეხვედრის შემდეგ დაიწყეთ მუშაობა მასზე, ხო? რა თქმა უნდა. ნახოთ, აბა ღირდა თუ არა დაკმაყოფილება ამ თხოვნით, როდესაც თხოვეს რომ ერთად გამოვალთ. ნახოთ. ხო შენთავზე რო აიღე, რა ვიცი მე. მე შენ შეგითანხმე და ეხლა. და რა ქვია ნაწარმოებს, რასაც ჩვენ დააქვს? წარმოებს ქვია technical difficulties. აბა გისმენთ. კარგი გადაწყვეტილება იყო. დარბაზი დაინგრა აშკარა. აჰა, დარბაზს მოეწონა. ეს დაახლოებით ის ჟანრია, რა ქვია, ოდესღაც 20 წლის წინ ავანგარდი იყო, ეხლა კლასიკა არის. არა, შთამბეჭდავია ვერაფერს იტყვი. ძალიან ბევრი ნამუშევარი ჩანს და ისიც კარგი იქენით, მე მგონი ერთად რო გამოხვედით. ისიც კარგი იქენით, ერთად რო გამოხვედით. აჰა, კიდევ ერთხელ ჩემი ხელი. ჩვენი ხელი ურევია ამ საქმეში. მე კი ის ვამბობ. მაია, შერასამბობ. მეც კი ვამბობ. თქვენ გადახვედით შემდეგ ტურში. ეს დუეტი შედგა.